ხობის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. დასრულებული სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო არის ყველა მოსწავლისთვის შექმნილი. მოწესრიგებული არის ინფრასტრუქტურა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. შესაბამისად, სკოლა ძალიან მალე მზად იქნება, რომ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ხარისხი შესთავაზოს მოსწავლეებს. ჩვენ სხვადასხვა რაიონში უკვე ნახეთ როგორც მულტიფუნქციური, ასევე სპორტული საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიები. მიმდინარე პროექტირების ფაზა არის, როგორც იცით, და ასევე სამშენებლო სამუშაოების იწყება უკვე და შესაბამისად ყველა ობიექტზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა მოხდა და პრობლემების გადაჭრა.